გთხოვთ ჩაგვიწეროთ ვიდეო ვიტამინების მიღების თანმიმდევრობა დიაბეტიანი ადამიანებისთვის. ეგეთი პირველად გავიგე თანმიმდევრობა რას ქვია? აბა მე რა ვიცი. არა, ეგრე თან დიაბეტიანებისთვის, დიაბეტიანებს რახან დიაბეტია გონია რომ ყველაფერს ერთნაირად ვაძლევთ? არ არის ესე. აქ რა სიმპტომებია გამოხატული დიაბეტი თვითონ დაავადება თითქოს ესეთი უთქივნეულოა, მაგრამ დიაბეტი ბევრ გართულებას იწვევს. ნეიროპათიებიდან დაწყებული ცირკულატორული დარღვევების სისხლმოქცევის მოშლები და ქვეყანაა რა არის გამოხატული. რისი დეფიციტია, თუ ნერვული სისტემის დეფიციტია, თუ არა მიელინური გარსის განლევა, ნერვული სისტემის შეიძლება ბეჭდების ვიტამინები მიუწვეთ დიდი დოზებით. თუ არის დაუშვათ სისდენა, იმიდა გრძილებიდან ცირკულაციის დარღვევის, შეიძლება თქვა C ვიტამინის დეფიციტი იყოს, C ვიტამინი მიუწვეთ, დიაბეტის დროს პრეკურსორებიც იხარჯება, რის გამოც შეიძლება კოლაგენის ჩალაგების პროცესი იყოს დარღვეული და სადაც კი კოლაგენი საჭიროებს იქ იყოს პრობლემები, მათ შორის სახსრებში, ყესებში და ასე შემდეგ და ეგრე რაღაცნაირად უნდა ვთქვა ეს ყველაფერი. ეგრე ხალხი დიაბეტში ვიტამინო თანმიმდევრობას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. ხო, რატო იცი? ანუ დიაბეტი თუ აქ ადამიანს გონიებს, რომ მარტო დიაბეტი აქვს და მორჩა მეტი არაფერი. დიაბეტი, თვითონ დიაბეტი ისეთი არაფერი, რამდენადაც მისი გართულებები და დიაბეტი, მეორე ტიპის დიაბეტი და ინსულინის რეზისტენტობა ერთ და იგივე პროცესია, სხვა ეტაპზე და ერთნაირი მიდგომა უნდა ორივეს. აჰა. მოდი პირველი ტიპის დიაბეტის დროს ავტოიმუნურია და აქ როგორც ავტოიმუნურ დაავადებას უნდა ვკურნავთ, თორე პირველი ტიპის დიაბეტსაც საერთო ჯამში გართულებები იგივე აქვს. უბრალოდ თავის მხრივ მეორე ტიპის დიაბეტი პრაქტიკულად იკურნება. თუ ყვებას შეცვლი, როგორც ინსულინის რეზისტენტობა იხსნება, ის დიაბეტიც აბსოლუტურად ლაგდება. ოღონდ ცხოვრების მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ამ ადამიანებს სწორი ყვება უნდა შეინარჩუნოს და დიაბეტი აღარ აქვს ამ ადამიანებს. ეს პირველი ტიპის დიაბეტი უფრო რთულია, იმიტომ რომ ავტოიმუნური დაავადების აღდგენის პროცესი ხანგრძლივია, რთულია, ბევრ კომპონენტიანია, იქ უკვე სხვა ფაქტორებიც ირთვება კუჭ-ნაწლავის სისტემის აღდგენა მიდის და შეიძლება თვეები, წლები გაგრძელდეს. და მეორე ტიპის დიაბეტი უფრო სწრაფად ექვემდებარება ამ ყველაფერს, თუ მიდგომა არის სწორი და პაციენტის დაექვემდებარა და თქვათ გააკეთებს ყველაფერს, ან ადვილია უფრო ბევრად ადვილია ვიდრე პირველი ტიპის, მაგრამ გართულებები პირველ და მეორე ტიპის დიაბეტს თუ ინსულინის რეზისტენტობას თითქმის ერთნაირია. ანუ აბა ბეტა უჯრედები თუ არის, ეს რას ნიშნავს? ხო, ეს ნიშნავს, როდესაც უკვე არის ხანგრძლივი წლები გრძელდება, რომ ადამიანი დიდი რაოდენობით იღებს შაქრებს, არაპირდაპირს, პირდაპირ და წლების განმავლობაში ხშირად იკვებება, კვებებს შორის პატარა შუალედები აქვს და ინსულინი მუდმივ რეჟიმში უჭირავს პიკზე, ანუ ნიშნავს, რომ ბეტა უჯრედები 24 საათიან რეჟიმში სულ მუშაობენ. და იმათაც თავის პერიოდი აქვს, ცვეთის პერიოდი, ხო რაღაც პერიოდში უკვე აკომპენსირებენ, რაც შეუძლიათ მეტ ინსულინის გამოყოფენ და რაღაც მომენტში მათი რესურსი იწურება. ასაკთან ერთად ჩვენი უჯრედები ნელა თავის ფუნქციას კარგავენ, უკვე იწდება. ისე როგორც კუჭის ჟავიანობა ასაკთან ერთად ჟავიანობა ციკლებს და თვითონ ჟავის რაოდენობას, რომელსაც კუჭის სპეციალური უჯრედები გამოყოფენ, ხო ისინი ნელა განლევას ექვემდებარებიან. იღლებიან, ბერდებიან. ბეტა უჯრედების, ანუ რომელიც სპეციალურ კუნძულებში, ლანგერჰანსის კუნძულები ქვია, ეგ არის განლაგებული, ნელა მათი პტომაც იწყება. ხო? ყველაზე აღმდგენი ორგანო, რომელიც თავის თავს აღიდგენს, არის ღვიძლი, რომელიც მეტად თუ ნაკლებად ყველაფერს აკომპენსირებს გარკვეულ დონით. დარჩენილ უჯრედებს, ქსოვილებს არ აქვს ისეთი უნარი, რომ 15-20 წელი წნეხო, ხო, ისა რა ქვია, ხედნო და იმან მაინც შეინარჩუნოს უნარი, რომ თავის საქმე შეასრულოს. ნელ-ნელა ეს უნარი ქვეითება და როცა ბეტა უჯრედების ფუნქცია მკვეთრად დაკლებულია, ნიშნავს, რომ ბეტა უჯრედი ინსულინის ვეღარ ქმნის. და მაშინ უკვე პრობლემაა. თუ ამ ფიქს წერტილი ქვია, ფიქს წერტილი, სადაც ზღვარია, იმ ზღვარს თუ გადაცდის, მე უკვე შეიძლება ვეღარ მოაბრუნოს სიტუაცია. Toro პირველი ტიპის დიაბეტის დროს ავტოიმუნური ფონია და იმაზე იწყებ თქვა უნალობას, მაგრამ თუ ამასობაში ბეტა უჯრედები წყობიდან გამოვიდნენ, მე ვეღარ უშველი, რაღაცა ხომ უნდა გამოიმუშაოს ინსულინი და ის უჯრედი, რომელიც ინსულინის იმუშავებს, აღარაა.
და მაშინ უკვე ძალაუნებურად უნდა გარედან შეიყვანო ისული. მადლობა.